რა გქნება? რაზე ბიჭო, ამის ფერე ინგლისური გვაქვს, ხო არ გავიწყდება? ვიცი, ხუმრო. რა გითხარი მის ხუმროზე? ან სადაა ჩემი ინგლისურის დავალება? გინდა ინგლისური გავასწინოთ. აქვე საცხობში გადავიდეთ და მე ვკისრულობ. მაგის დროც მოვა. ეხლა მითხარი, სადაა ჩემი დავალება? არ მაქვსო, თქვი თუ მომესმე. სადაა ჩემი როული ბიჭო? არ გადამიწერია. კარგად უყურე ამას. რა არის ეს? ეს დერფნის კამერის კადრების ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ ცდილობდი ჩემი ლოკასის ფული შეყრას. საიდან გაქვს სკოლის კამერის ჩანაწერები? აი ხო. აგერაა გამომართვა. მოიცა. რატო გონია რომ გენდობ? ასე კარგად დაწერილი დავალება პირველად მაგ. ვისგან გადაწერე? მარიამისგან. აჰა, ეხლა გასაგები არ გონას მე ბადიჟებოდი საცხობში ინგლისურის გასასწინად. ხო. ბაზარე, 2 წუთით შემოდი. მედი. ჩემ ასე ვიქნესავ ალექსანდრე. ავიცი კარგს დაკეტერა. ხო, ბარბარე. კი არა, ბარბარენას. შეგიძლია ბარბარე დამეწახო. ხო. ჭირდებოდი რამეში. მე მეგონა მე გჭირდებოდი. ჰა? მოდი, დაჯექი. ილია არ გაწუხებდა? ვიფიქრე გავათავისუფლებ თქო. არა, ისე ვლაპარაკობდით. ხო? შენი მიმიკები და გამომეტყველება რომ ცოტა სხვას ამბობდა? ალბათ გადავიღალე და მაგის ვრალია. ხანდახან ცოტა გული მწყდება თქვენი მასწავლებელი რო გაქვთ. რაღაც ისე ახლოს აღარ ვარ თითქოს. არა მას, კი არა და ბარბარე. მართლა გადაღლილი ვარ და დამეტყო ალბათ. გუშინაც გვიან დავიძინე და აუ ბარბარე შინ გეთებდი. აი, ესე პირდაპირ ბარბარე. არ უნდა აქ ბარბარე დეი და ბარბარე მას და ეგეთები. ლაზარ უნდა გიძახა ბარბარე დეი და ნიკა, ერთხელ. ოღონდ არ უთხრათ რომ ჩავუშვი. ისეთი საყვარელია. შენ რა გჭირს სახე რატო ჩამოგტირი ის? გაუთენებია გუში. შენ რა იყო? რაზე მეძებდი? ხო. აი, ესენი დამიტოვა ვიღაცამ. ვერ გავიგე რა უნდა ან რა ხდება საერთოდ. ოთხი ნაბიჯი უკან დარჩა, წინ კი 2-ამ 7. მძიმე დღეებს მე ვამთავრებ, ვარ დასვენების ხიდი. მეორეც ნახე. სამყაროს აქვს საოცრება, ძველი არის თანაც დიდი. რამდენიც აქვს საოცრება, საათიც აქვს ზუსტად იგი. საინტერესოა. მაგას მივხვდი 7 საოცრება, ანუ 7 საათზე რაღაც უნდა მოხდეს. მაგრამ რომელ 7 საათზე, რომელ დღეს ვერაფერი ვერ გავიგე. არ ასკევს. ჰა? 4 ნაბიჯი უკან დარჩა, წინ კი 2-ამ 7. მძიმე დღეებს მე ვამთავრებ, ვარ დასვენების ხიდი. პასუხია პარასკევი. ხანდახან მართლა გენიოსია ეს ბიჭი. სწორია. მე მგონი ვიღაც დეიტზე გეპატიჟება. პარასკევს 7 საათზე. აი იმენა შტერობაა. ასე არ ხარ თანამედროვე კულტურის. შტერობა ისა 2 ქურთიკით რო დადიხარ სკოლაში. ხო, რა პრობლემაა? ლოქეში ვიტოვებ ხოლმე. თან უფრო თბილია.
მაგ მუსიკას ჩემი ხმა რომ დავადო, მაინც მაგარი იქნება. აუფ, მიდი აბა დაადე. ალექსანდრე 2-2-ზე ვართ, უთხარი რამე. ალექსანდრე ვისკენ ხარ? რავი, მე სულს. მან და მორჩა ჩვენი ძმაკაცობა. всё. რაზეცინით? შენ და ქალების მუსიკალური გემოვნების დახვეწაზე ვმუშაობთ. აუ, ამათ უყურეთ რა. შენია ეს? უი, მადლობა. ქონავს უსმენთ ერთი? უეჭველბები შარფი აქვს კლუბზე გაშვებული. ჩემ ძმას უსმენებდით მაგას. ხო, აბა რა. ბოლო გაკოცილია ხო ეს? ხო, ინგლისური ერთად რო გვიტარდება ხოლმე, დრო რაღაცნაირად უცებ გადის. ხო, არ გავასწინოთ. ნაყინებს მე ვკისრულობ. ეი, დავაი. არა, ისედაც ცუდ ხასიათზეა დღეს ელენე მასი. აი ხო, მაშინ წავიდე. Midas was a king who lived a long time ago in ancient Greece. He was good to the god, Danae. The god was grateful and promised to give him what he wanted. Midas wished that all things he touched turned to gold. He put his finger on a bowl of fruit, then a chair, and then a horse. They all turned to gold. He was very happy. But he was so happy that he couldn't eat food which he touched. And also when he killed his daughter with his touch. He was completely shocked. He knew that his wish was silly. So Midas ran back to Dionysus and asked him to stop the magic. ეხლა ეს ტექსტი დაამუშავეთ და გავლეთ პარალელებით წინა ტექსტიდან. რა არის ეს? დისფულია სახელმწიფოში. მართლა? არა დებილა. სახელმწიფოს. მადლობა. რა არისო? არაფერი. ეხლა არ ჩაგრავს. აიც თუ რამეა. მოხდებანიაკო. ბავშვებო, შემდეგი ლისენინგი გვაქვს. მარიამ და ილია, თქვენ ორნი დარჩით. დარჩენები თავისუფლები ხართ. რატო დატყვა მარიამი? არ ვიცი, თან ილიასთან ერთად. წაიკითხე მხოლოდ შენ. ნაყინზე არ მივდივართ. აუ კი, მეც მომინდა. ცოტა ხომ არცივა ნაყინებისთვის. ო, მეც გადაღლილი ვარ და სახში დავაწევი. მოვალ. აიკითხე მხოლოდ შენ. მაქვს ხერხემალი, არა მაქვს ცულები, იქ იკრიბება 1000 წლები. ყველა დუმს, მაგრამ მე მაინც ყვევი. მოდი იქ, სადაც ინახება ხმები. ბიბლიოთეკა? როგორი ლამაზი ბიბლიოთეკა გვაქვს. რატო არ დავდივარ ხოლმე ხშირად?
ესე იგი, პარასკევი. 7 საათი. ბიბლიოთეკა. რა გავიგო ახლა? უგთხოვთ ვუდო და ჯადოქრობები არ იყოს რა. აუგავცი წუთი აქ ვარ და ვერაფერი გავიგე. ლაზარის ხوار დაურეკო. მაგრამ ბოლო წერილს ეწერა მარტო შენ წაიკითხეო. კაი. ემილი იფიქრე ჩარჩოების მიღმა. იქნებ პარასკევი და 7 საათი დეიტის თარიღი არაა. და იქნებ. არ ვიცი. რატომ მაინც და მაინც ბიბლიოთეკა? რა რიცხვებია ბიბლიოთეკაში? პარასკევი კვირის მე-5 დღეა და 7. 5 და 7. 5 და 7. 5 და 7. ბაზე საოცარი რამ არი არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს